იყო დედა, ეს ნიშნავს სიყვარულს გულის ტკივილამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ არსებობ და შენ ცხოვრებას აქვს აზრი. მუსიკალურად ალბათ არ ვიცი, პირველი რაც მახსენდება იზენჩილავია. სხვათა შორის ეს მეც ეხა ამ ბოლო პერიოდში სულ ვფიქრობ, რომ ძალიან სწრაფად გავიდა დრო და მართლა აი რაღაც გაირბინა რომ ისე რომ აი თითქოს 2 დღეში შეიცვალა ძალიან ბევრი რაღაც და ეხა ბოლო პერიოდის ალბათ იქნებოდა ნიაზის დრო. დღევანდელი გადმოსახედი. არ ვიცი, ალბათ ძალიან ბევრ ჩაგეხუტებოდი, არაფერს არ გეტყვი. ეხ დღევანდელი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ რაღაცნაირად დრო რო გადის გენატრება ის პერიოდიც რა. აი მაღალი სიცხე რო გაქვს ძალიან და ცუდად ხარ და დავხუჭე თვალები და აი რა გინდა ვიფიქრე და მივხვდი რომ აი გამახსენდა ეთქო არ ვიცი ამ მდგომარეობამ სიცხეან მდგომარეობამ გამახსენდა ბავშვობაში რომ ავადმდებოდი ხოლმე და დედას და მამას შუაში რომ წევხარ. აი რაღაცა ყველაზე დაცული როცა ხარ ავადმყოფობის დროს, აი რა არის, ხო არაფერი, მაგრამ აი იმ მომენტში აი ეს იყო, რომ დედა ჩემს და მამა ჩემს, აი პატარა ბავშვი, პატარა მაიკო დავინახე, რომელიც იყო აი თავის მშობლებთან ეს მაღალი სიცხით. დღემდე ეგრე მე სულ მთელი ცხოვრება რაღაც ოვლის შემძლე სუპერ გმირად. მართლა. აღვიქვა ხო, ნუ დედასაც და რა თქმა უნდა ეს არ ვიცით. რაღაც ხარი კითხვები ხოლმე. ვინ იყო შვილი, რომელიც არის შენ საყვარელი სუპერ გმირი, რაღაც ალბათ დავასახელებ მაიას და რაიმე. ესეთი კომპლიმენტი მე მგონი არ მიმიღია არასდროს არავისგან, სუპერ გმირი თუ ვიყავით არ ნა. ბედნიერებას ძაანდის და გულის ტკივილამდე სიყვარული მგონია შვილსაც გააჩნია მშობლის მიმართ რა თქმა უნდა. ამიტომ ორმხრივი გულის ტკივილამდე სიყვარული იგივეს. და სიამაყეს დავამატებდი, იმიტომ რომ მგონია რომ ყველა შვილი ამაყობს მშობლებს. სრულნით უნდა იწყებოდეს, მე მგონია გაზაფხული, ზაფხულის შემოდგომას და ზამთარი. და მთავრდებოდეს, რა თქმა უნდა. რაღაცა სიახლე არის, ახლის დაბადება არის და მოკლედ კარგია. და რაც მთავარია, ბევრი პეპლები არის მუცელში მაგ დროს და ეგ შეგრძნებები მიყვარს ძალიან.